პაციენტების უმრავლესობა ჩვენ გვეძახის მეტსახელად ექიმები, ანუ ჯადოქრები, რომლებიც აკრობენ თიაქარს, ხერხემლის თიაქარს. ეს გადახვევა იყო ესეთი სახალისო, ეხლა სერიოზულად. დიახ, ჩვენ ვაკრობთ ხერხემლის თიაქარს რეზორბციის მეთოდით, ანუ თიაქრის შეხორცების მეთოდით, ჩვენს კლინიკებში, კერძოდ თბილისში და ბათუმში. ეხლა მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი თიაქარი, ეს არის ქალბატონი 40 წლის, რომელიც შემოვიდა ჩვენთან ტკივილების წელის არეში, დაუდგინდა მას წელის L5S1-ის მალთაშორისი დისკის თიაქარი, ეს იყო 16 მმ-ის ზომის, დაუწყეთ მკურნალობა რეზორბციის მეთოდით და თიაქარი შეხორცდა. აი ნახეთ MRT სლაიდზე. იყო ძალიან დიდი თიაქარი და მკურნალობის შემდეგ თიაქარი შეხორცდა. ამიტომაც იცოდეთ, ხერხემლის თიაქარი განაჩენი არ არის. ის ოპერაციის გარეშე იმკურნება.